მოგესალმებით, ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი, რადიო სივრცის ეთერში, ტრადიციულად 4 შაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ ბრუნდებით ეთერში ერთკვირიანი შუალედით, როგორც ყოველთვის. და დღეს ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენდეთ, ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. მინდა გითხრათ, რომ 20 წუთზე მეტია სტუმართან ეთერს გარეთ ვსაუბრობთ ამ თემაზე, ასე რომ ამ ნაწილს ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით, მაგრამ ტრადიციულად ასე ვთქვათ, მიმოხილვა მიმდინარე პროცესების და როდესაც მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობთ, როგორც წინა 4 შაბათსაც დაგვირდით, აუცილებლად შევეხებოდით ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმს და მთლიანობაში ეკონომიკური გუნდის ლიდერების ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, ვინაიდან ეს ვიზიტი მოიცავდა არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟას, არამედ ვიზიტი მოიცავდა ამავდროულად ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას. EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნათია თურდამა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი ლაშა ხუციშვილი, ასევე EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელიც იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ დასასრული ნაწილი, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ბატონ მატეოსთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს ეკონომიკის და განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. კვლავ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია EBRD-თან შენარჩუნება მაღალი რანგის ურთიერთობების და ეს გამოჩნდა კიდეც ამ შეხვედრის შემდგომ ასევე გაკეთებულ კომენტარებში, მათ შორის მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც აღნიშნა, რომ EBRD ერთსულ მოსახლეზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სხვა ტიპის კონტრიბუციაზე ქვეყანაში, არის საქართველოს ამ კუთხით არის ერთ-ერთი პირველ ადგილზე. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვედრები ჰქონდათ ძალიან მსხვილ საინვესტიციო ჯგუფებთან და საინტერესოა რომ ეს იყო მათივე ინიციატივით საინვესტიციო ჯგუფებთან შეხვედრა, მათ შორის მაგალითად დასახელებული იქნა Bank of America, მაგალითად დასახელებული იქნა Citi, დასახელებული იქნა Societe Generale, ყოველთვის უკეთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია JP Morgan-ი, რა თქმა უნდა, და ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივია, რომ ინვესტორები ინტერესდებიან საქართველოს. საუბარია ჯამში ამ შეხვედრებზე რამოდენიმე ასეული ინვესტორის ყოფნაზე, რამოდენიმე ასეული კომპანიის, მათი წარმომადგენლის ყოფნაზე. ეს რაც შეეხებოდა EBRD-ის ნაწილს, უკვე შემდგომ 15 მაისს გაიმართა ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს საინვესტიციო ფორუმი, ეს იყო უკვე მე-13, რაც საქართველოს მართავს საინვესტიციო ფორუმს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივია, რომ ლონდონის საფონდო ბირჟა მომასპინძლა საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, ცხადია დელეგაციას ამ შემთხვევაშიც და ზოგადად ბრიტანეთის ხელმძღვანელობდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკის და განვითარების მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ასევე გახსნა რა თქმა უნდა ეს ფორუმი და ძალიან საინტერესო იყო ასევე დასწრების კუთხით და დაინტერესების კუთხით. 180-ზე მეტი კომპანია იყო დარეგისტრირებული და იყო წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენ გქონდა საშუალება, მე პირადად გქონდა საშუალება, რომ შემთხვევით მენახა, ასე ვთქვათ, ის ინტერესი, ნამდვილად რომელიც იყო ამ პერიოდის განმავლობაში და ასევე ბუნებრივად წარმოდგენილები იყვნენ ქართული კომპანიები, ძალიან ბევრი სექტორიდან, ისე როგორც წარმოდგენილი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კომპლექსურად. ჯამში, სადაც ქართული კომპანიები საუბრობდნენ მათ, ასე ვთქვათ, საქმიანობაზე საქართველოში, მათ საინვესტიციო გეგმებზე, მაგრამ ზოგადად ვიდრე ქართულ კომპანიებზე ვისაუბრებთ, თან ზოგადად გავამახვილებთ ყურადღებას, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ასე ვთქვათ გამხსნელი სიტყვა ქონდა, რა თქმა უნდა, ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელს, ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, რომელმაც ხაზი გაუსვა სწორედ ქართული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას უკვე წარმატებულ საქმიანობას ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ცხადია 3 კომპანია წარმოადგენდა ვიცით ყველა ეს კომპანიები ლონდონის საფონდო ბირჟაზე და აღინიშნა, რომ მათ არა მხოლოდ წარმატებით დააკმაყოფილა ასე ვთქვათ ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც საფონდო ბირჟაზე კომპანიის ყოფნასთან არის დაკავშირებული, არამედ პირიქით ქმნიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ დამატებით, ასე ვთქვათ,
გაუხსნა გზა შემდგომ ქართულ კომპანიებს, რა თქმა უნდა, ყველა ვისურვებთ, რომ ნუ ხა ეს შეუძლებელია, რომ უამრავი კომპანია იყოს საქართველოს მასშტაბიდან გამომდინარე წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მაგრამ ვისურვებთ, რომ მაქსიმალურად მეტი კომპანია იყოს ცხადია წარმოდგენილი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის დღეს უკვე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენს რეგიონს ფარავს, ხელმძღვანელის მოადგილის გამოსვლა და რამოდენიმე საინტერესო აქცენტი საქართველოსთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა აუშვიო, რომ ბრიტანეთის ელჩმა სიამაყით აღნიშნა, რომ სწორედ მისი ელჩობის პერიოდში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებით გაიზარდა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნავდა ასევე გამოუსვლელი, რომ უნებრივია ის მნიშვნელოვანი აქცენტს აკეთებდა სწორედ ეკონომიკური ვითარების, ასე ვთქვათ, შემდგომ გაუმჯობესებაზე და საინტერესოა, რომ მან ასევე აღნიშნა, რომ და ნამდვილად ასეა ეს ფაქტიც, რომ დიდი ბრიტანეთი დღეს არის საქართველოში 2024 წლის მონაცემებით ნომერ პირველი ინვესტორი და ყოფილმა ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი გეგმავს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს საქართველოში და მან ასევე აღნიშნა, რომ 100 მეტ ქართულ კომპანიას დაეხმარნენ უკვე და მაღალია ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესი 100 მეტ ქართულ კომპანიას დაეხმარნენ უკვე რომ ეპოვათ პარტნიორები სხვადასხვა მიმართულებით იქნებოდა ეს ტექნოლოგიების მიმართულება თუ ასე შემდეგ სტარტაპებს მათ შორის ეპოვათ მათ ბრიტანელი პარტნიორები და ისევე როგორც აღნიშნა რომ ასევე მხოლოდ გასულ წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ხდებოდა რამოდენიმე ბრიტანული კომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე რა თქმა უნდა British Airways აქ აუცილებლად სალსახად ისეთი გამოსაყოფი თემაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო მაგალითად Vodafone. შემთხვევაში, რომელიც ასევე Self Mobile-ის პარტნიორი გახდა. მოკლედ, ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ინტერესი, ასე ვთქვათ, და საქართველოს შესახებ ინტერესი მაღალი იყო, ეს ფიქსირდებოდა ასევე კერძო კომპანიებთან დისკუსიის დროს კერძო კომპანიებთან საუბრის ნაწილში და ასევე მინდა აღვნიშნო რომ ლონდონის საფონდო ბირჟა ყოველთვის იყო სპეკულაციების საგანი განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში და არა ერთი მცდარი ინფორმაცია ჩვენ ვნახეთ ლონდონის საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო რომ პირველი სერიოზული სპეკულაცია თორემ პირველი ძალიან პირობითი ნათქვამია გასული წლის მაისში იყო ერთი წლის წინ როდესაც საუბარი შეეხებოდა რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების მერე, რომელიც მოინათლა, ასე ვთქვათ, ოპოზიციის თუ არ ვიცი ვისი მხრიდან, რუსული კანონი თუ აგენტების კანონი თუ ასე შემდეგ, რომ ეს კანონი რომ მივიღეთ, ეს ნიშნავდა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დაეცემოდა, ნუ ბუნებრივია ხა ბირჟა ცოცხალი პროცესია, რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის მერყეობა ქონდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ავიღებთ ხა ამ ერთი წლის მაჩვენებლებს, აი გავიდა ერთი წელი, ხომ, რომ უნდა დაცემულიყო ქართული კომპანიების აქციები, აი ერთი წლის შემდგომ შემიძლია ვთქვა, რომ მე არ შემიძლია ვთქვა HR-ზე, ნებისმიერ შეუძლია ეს გადაამოწმოს, შეუძლებელია აქ მოვიტყუო, უფრო ზუსტად რო ვთქვა, სარეკორდოა დღეს ქართული კომპანიების მაჩვენებლები, სამი ქართული კომპანიის მაჩვენებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. სარეკორდო არა მხოლოდ ბოლო ერთ წლის მანძილზე, არამედ საერთოდ რაც კი წარმოდგენილები ყოფილან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლები მიიღეს. მეორე სპეკულაცია ხდებოდა, მაქსიმალურად ვცდილობ რომ მოკლედ თქვა, მაგრამ ესეც უნდა ითქვას, არჩევნების ჩატარების შემდგომ იყო რომ აი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოს ხელისუფლება ექნებოდა იზოლაციაში შესაბამისად აქციები კვლავ დაეცემოდა და ნუ ყოფილი საჯარო მოხელეები, სააკაშრო მთავრობის ყოფილი საჯარო მოხელეები ამის შესახებ ძალიან აქტიურად საუბრობდნენ. ზუსტად შემიძლია ასევე ვთქვა და აქაც მარტივი გადასამოწმებელი ვარ მეც და ყველა სულ უნდა რამდენიმე წუთი ამის გადამოწმებას ბოლო 6 თვეშიც კი მნიშვნელოვანწილად გაიზარდა ქართული კომპანიების აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ანუ სპეკულაციები რჩება სპეკულაციად, ფაქტად ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასების და ნიშნავს არა მხოლოდ ამ კომპანიების ასე ვთქვათ ღირებულების და არამედ სანდოობას იმ ბიზნეს გარემოსადმი იმ ეკონომიკური რეფორმებისადმი, იმ მთავრობისადმი, სადაც ეს კომპანიები საქმიანობენ და ეს ნიშნავს საქართველოსადმი დობას და ეს აღინიშნებოდა ყველა დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო განსაკუთრებულად, ერთ-ერთი ყველაზე უფრო განსაკუთრებულად წარმატებული ფორუმი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო და მართლაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით და ჩვენ ფორუმი გქონდა საქართველოსთვის ნომერ პირველ
ინვესტორ ქვეყანაში, რომელიც ასევე, ასე ვთქვათ, რატოდ იყო ფილიალჩის განცხადებს, რომელიც დღეს მოქმედი კიდევ ერთხელ თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მისი ინფორმაციით ბრიტანეთს კვლავ სურს და სად არის გაზარდოს ინვესტიციების მოცულობა ქვეყანაში. ეს არის ის რეალობა, რომელიც აი სულ რამოდენიმე დღის წინ მოხდა სწორედ და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ British Airways-ი. British Airways-ი იყო ის ავიაკომპანია, რომელთაც მათ შორის საქართველოს დელეგაციამ იმგზავრა და ვიმგზავრეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე ვიცი სპეკულაციები, რომ თითქოს British Airways-ი ცარიელი დაფრინავს. აი ნახოთ, მოკლედ როგორი ცარიელი ბჭყალებში დაფრინავს British Airways-ი. მოკლედ ძალიან მიხარია, როგორც ყოფილი მართვის აღნიშნა, რომ British Airways და ბრიტანული კომპანიები შემოდიან საქართველოში და სხვათა შორის თემა დღეს რომელსაც შევეხებით British Airways-დან უფრო ლოგიკურია გადასვლა. ბატონი ზურაბ ავალიშვილია ჩვენი სტუმარი, შპს საკაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით, მადლობას გიხდით Business Insider-ში რადიო სივრცეში მობრძანებისათვის და მოკლედ ჩემთვის პირადად ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რომელზეც ეთერს გარეთაც გესაუბრებოდით, ასე ვთქვათ. თუმცა მინდა რომ გარკვეულწილად თანმიმდევრობით ვიყოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ბევრ საინტერესო საკითხს შევეხებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ და ხაზი გაუსვათ 19 მაისს, რომელიც არის საკაერო ნავიგაციის იუბილე. რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ეს იუბილე, როგორ აღინიშნება, რატო აღინიშნება, თუ შეიძლება დავიწყოთ ავთანათელი და შემდგომ მთელი რიგი საკითხები გვაქვს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. კი, ჩვენ 18 მაისს ჩვენი იუბილეა, სადაც 90-იანი წლების დასაწყისში საკაერო ნავიგაცია როგორც ჩამოყალიბდა, როგორც ცალკეული სტრუქტურა, მანამდე სტრუქტურულად სხვანაირად იყო მოწყობილი, თვითონ 90-იანები წარმოგიდგენთ ხა რა დრო იყო და ნელი განვითარება, მაგრამ წინ მიდიოდა ეს ყველაფერი, მე 2000-იანებში თავად სწორი სტრატეგიული არჩევის შემდეგ განვითარება უფრო დინამიურად წავიდა და ბოლო წლებია ჩვენი ორგანიზაცია დინამიურად ვითარდება. მინდა ჩვენს ყველა თანამშრომელს მიულოცო დღევანდელი დღე და უერთდები მე და ყველა ის ადამიანი, ვინც ერთობლივად გვეხმარება იმ სერვისის მიწოდებაში ავიაკომპანიებისთვის, დიდი მადლობა მოუხადო და უსურო რომ ესე გავაგრძელოთ და ის ძირითადი სტანდარტი, რაც მგზავრთა უსაფრთხოება, ეს დაცული ქონდეს მომავალშიც. კი ბატონო, და მთელი რიგი ღონისძიებები იყო რაღაც ამ ნაწილში, ასევე რამოდენიმე საინტერესო ღონისძიება. კი ბატონო, ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ აღვნიშნოთ ეს და ის გავლილი წელი და პროდუქტიული წელი აღვნიშნოთ ჩვენ თანამშრომლებთან ერთად. წელს ჩვენ მოწვეული გვყავდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაოს ეგიდით სამუშაო შეხვედრა. ეს საინტერესო თემა იკაოსთან ჩვენი ურთიერთობა. კი, იკაოსთან ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი ექსპერტები ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ რიგ სამუშაო შეხვედრებში, რის შედეგადაც დაგეგმარება ხდება და მე მისი რეალიზება ხდება არა მარტო ჩვენი, არამედ რეგიონალური განვითარების რეალიზება ხდება. კონკრეტული შეხვედრა ეხებოდა არსებობს ესეთი გლობალური საერნაოსნო განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს მომავალში სანავიგაციო სისტემების ჰარმონიზაციას და მათ განვითარებას. ამ გეგმის მიხედვით ავიაცია ისეთი სფეროა, ფრაგმენტულად მისი განვითარება შეუძლებელია. ამას ყველაფერს რეგიონალურ ჭრილში უნდა შევხედოთ. შესაბამისად, იკაოს რეგიონალური ოფისი სერიოზულად მუშაობს, რომ ეს გლობალური გეგმით დასახული ღონისძიებები ერთობლივად იქნას დაგეგმილი და შემდეგ უკვე რეალიზებული რეგიონში. ამიტომ ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ არის ესეთი შეხვედრა, სადაც ავიაციო ექსპერტები იკრიბებიან. და იმ უკვე წინა წელს რაც იყო დაგეგმილი შესრულებულის მონიტორინგს აწარმოებენ და გეგმავენ მომავალ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვეწვია დაახლოებით 10 სხვადასხვა სახელმწიფოს 40-მდე საავიაციო ექსპერტი
რეგულირების სფეროს წარმომადგენლები. მასშტაბური ნაწილია. კი ბატონო, ასევე იკაოს გარდა იყო ორი საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ევროკონტროლის წევრებიც 2014 წლიდან ვართ და ეს იყო IATA-ს წარმომადგენლები. IATA ავიაკომპანიების ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად ავიაკომპანიებს აინტერესებს თავისთავად საერთნაოსნო მომსახურება რა მიმართულებით ვითარდება და რა არის დაგეგმილი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემა და ზუსტად ამ ნაწილს მინდა შევახო, ასე ვთქვათ. მთლიანობაში ბევრ შემთხვევაში, მათ შორის მეც ვაღიარო თქვენთან საუბრობ და ძალიან მარტივად უყურებთ, ასე ვთქვათ, ამ საკითხს, რაღაც მივედით აეროპორტში, ვისარგებლეთ თვითმფრინავით, ასე ვთქვათ. მაგრამ ამ და თვითმფრინავი და აეროპორტი თქოს ეს არ მოგვიდგენია მხოლოდ ერთ ნაწილად, რომ როგორ შეიძლება მგზავრი გადაადგილდეს პირველად ერთი ქვეყნიდან მეორეში საჰაერო გზით. მაგრამ ლენობაში აქ არის საქაერო ნავიგაციის უდიდესი როლია წარმოუდგენელია მის გარეშე, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი. აი ლენობაში გითხრათ, აი რას ემყარება, ასე ვთქვათ, საქაერო ნავიგაციის საქმიანობა, რას მოიცავს, ასე ვთქვათ და როგორ ახდენს ამ ყველაფრის კოორდინირებას. კი ბატონო, სანამ საქაერო ნავიგაციაზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ დიდი და პატარა წვლილი არ არის, ჩემი სხვა კოლეგები რო არ გამიბრალდნენ. კი ბატონო, კი ეს. ჩვენ ერთობლივად გეიტიდან გეიტამდე, მგზავრი როგორც შემოდის აეროპორტში და მგზავრი როცა გადის აეროპორტში, ეს ერთობლივად რამოდენიმე სტრუქტურა. კი, ამას მე გამიბრაზდნენ არა. ერთად მუშაობთ, რომ მგზავრმა მშვიდობიანად იმგზავროს და იმექ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს. ძალიან უტრირებულად მარტივად რო გითხრათ, საქაერო ნავიგაციის ძირითადი ფუნქციაა, რომ აი დატვირთულ საჰაერო სივრცეში თვითმფრინავები არ შეეჯახონ ერთმანეთს. ხო, აი ეს არის ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, აი რასაც მინდა ასევე ხაზი გავუსვათ ამ ასე ვთქვათ, ყურადღება გავამახვილო, აი ეს რომ აი საქართველოში უბრალოდ საქართველოს ცაში ჩვენ ხედავთ უამრავ თვითმფრინავს, რომელიც საქართველოს კვეთს, ასე ვთქვათ, ის საერთოდ არ ჯდება არ სარგებლობს საქართველოს აეროპორტებით, მაგრამ ხედავთ ამ ნაწილს. და თითქოს ეს უბრალოდ ხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი რეგულაციის ნაწილი და ამავდროულად ჩვენ აი ეთერამდეც რომ საუბრობთ, ძალიან კარგად აღნიშნეთ, მაშინ რომ როგორც ხმელეთზე ჩვენ როცა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე ვსაუბრობთ, ხოლმე ხშირ შემთხვევაში წარმოგვიდგენია, რომ ეს არის მხოლოდ აი ტვირთები გადაადგილდა ხმელეთზე. მაგრამ იგივეა ცაში რაც ხდება, ხომ ეს არის საქართველოსთვის ასევე შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო, იმიტომ რომ ეს ტრანზიტია, ხო? კი ბატონო, ტრანზიტული პოტენციალი, როგორც აღინიშნა, სერიოზული ტრანზიტული პოტენციალი გვაქვს ჩვენ მდებარეობიდან გამომდინარე. ამ ტრანზიტულ პოტენციალთან ერთად, რა თქმა უნდა, საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ამ საჰაერო ხომალდს მომსახუროთ, საჭიროა პროფესიონალი კადრები, რომელიც 24 საათის რეჟიმში ამ საქმით არიან დაკავებული. ეს საქმე ძირითადად ის არის, რომ როგორც კი თვითმფრინავი ან საჰაერო ხომალდი გადმოკვეთს საქართველოს საჰაერო სივრცის საზღვარს, იგი ექვემდებარება საქართველოში საჰაერო ნავიგაციის ავიამეთვალყურის მითითებებს. და მის გარეშე კონტროლებად საჰაერო სივრცეში არანაირ ქმედებას არ ახორციელებს, თუ რა თქმა უნდა ექსტრემალური ვითარება არ არის. ამავდროულად ავიამეთვალყურის ძირითადი ფუნქცია, როგორც გითხარით, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შეჯახების თავიდან არიდება, მაგრამ თქვენც დაკვირვებული იქნება და მსმენელიც, რომ flight radar-ი რო გავხსნათ, უბრალოდ აი უამრავი თვითმფრინავია ძალიან პატარა საჰაერო სივრცეში. შესაბამისად, იმის გარდა რომ ჩვენ უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოთ, ამავდროულად ჩვენ უზრუნველყოთ დროული და ეფექტური გადაადგილება ამ თვითმფრინავების, ვინაიდან არ მოხდეს დაგვიანება და ის სკეჯუელი, რაც ის განრიგი, რაც არის დადგენილი, ის განრიგი შენარჩუნებული იყო, სწორედ წარმოიქმნება ქაოსი, ალბათ ბევრ აეროპორტში გინახიათ ერთი პატარა რაღაცა რო აირევა, მერე იმდენი დილეი მიდის და ისეთი ქაოსია, ალბათ დაალაგებას აეროპორტის ზონიდან გამომდინარე, დღეები ან თვეები ჭირდება, რომ მერე ის განრიგი, რომელიც წინასწარ იყო დადგენილი, ის დაალაგდეს. ნუ ის ყოველთვის საერთნაოსნო მომსახურების საწარმოს ბრალი არ არის, ხოლმე უამრავი ბრალეულობა შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ არა მარტო უსაფრთხოების ასპექტზე, არამედ სხვა ასპექტებზეც უზრუნავთ და ეს კომპლექსური საკითხია. კი ბატონო, აი ვიდრე გადავალთ, ასე ვთქვათ, შემდგომ საკითხებზე, ასე რომ შევხედოთ ვითარებას, აი როგორ განისაზღვრება ქვეყნის საჭიროება, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სატრანზიტო თვალსაზრისით. ხა საქართველოს შემთხვევაზე რომ ვილაპარაკოთ, აი დღევანდელი მასშტაბიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, რამდენად საინტერესო ვარ სხვა ქვეყნებისთვის, რამდენად
ბევრი ქვეყანა სარგებლობს, ასე ვთქვათ, საქართველოს საჰაერო სივრცით, რაც კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს შემოსავლის წყარო არ ჩვენი ბუნებრივია. კი ბატონო, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აი ავიაკომპანია, რომელიც დაუშვათ აზიიდან გეგმავს ფრენას ევროპაში, მან უნდა შეავსოს საფრენოსნო გეგმა. საფრენოსნო გეგმა არის ეს მექანიზმი, რითიც ის ქვეყნები, რომლის თავზეც უნდა გადაიფრინოს ამ ტრანზიტულმა ფრენამ, იგებენ, რომ ეს ფრენა უნდა განხორციელდეს. არის სპეციალური პროგრამა, ავიაკომპანიებს აქვს სპეციალური პროგრამები, რომელშიც ის A პუნქტიდან B პუნქტს უთითებს და უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით ის აგებს ოპტიმალურ მარშრუტს. ამ ოპტიმალური მარშრუტის შედგენისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დაუშვათ მანძილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საფასური მომსახურების. და ეს ყველაფერს ეს საფასური თითოეული ქვეყნის თითოეული ქვეყნის და ჯამს აკეთებს. ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია ამინდი იმ პერიოდში რა ამინდი არის მოსალოდნელი. შესაბამისად, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ჩვენ ისეთ კარგ ადგილას ვიმყოფებით აზიასა და ევროპას შორის, ეს კორიდორად რჩება, ამიტომ დიდწილად ძალიან ბევრ ქვეყნებს შორის, A და B პუნქტ შორის ჩვენი საჰაერო სივრცე ყველაზე მოკლე მანძილია. ამავდროულად ამის გარდა ეს არის სუფთა ტექნიკური ასპექტი, ამას მოყვება პოლიტიკური ასპექტიც, ხო? რამდენად დაძაბულობა იმ რეგიონში, რამდენად უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, საავიაციო კუთხით, რამდენად მიღებულია ის ადგილი, შეფასებულია და რამდენად იცავენ სტანდარტებს და რამდენად მიყვებიან ყველა რეკომენდაციას და მითითებას. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხია, შესაბამისად ჩვენ კი ბატონო, აი ძალიან საინტერესო თემაა, ბუნებრივია, რომ ყველა ფაქტორს, აი კომპლექსური თემა, როგორც თქვენ ახსენებთ, ყველა ფაქტორს ექცევა ყურადღება, დაწყებული ფასიდან დამთავრებული მშვიდის სტაბილური ვითარებით. თქო, როგორც ქვეყანა უნდა შეძლოს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში დაინტერესება სხვა ავიაკომპანიებს. შესაძლებელია ფასი კარგი იყოს, მაგრამ არასტაბილური და დაძაბულობა ვითარება ბუნებრივია. კი ბატონო, იმიტომ ავიაკომპანიებსაც რა თქმა უნდა თავის მგზავრებისადმი თითი პასუხისმგებლობა აქვს დაგებული და მათი ჩვენ თანამედროვე სოფლიოში ვნახეთ ინციდენტები ეს რუსეთში შეჭრის მიერ უკრაინაში მაგალითად რა თქმა უნდა. დღემდე ეხლა დასრულდა თუ არ მეშლება. ეხლა დასრულდა კი რამოდენიმე ეტაპი იყო მაგ გამოძიების სხვადასხვა ორგანო იწვევდა, მაგრამ აი დღეს რომ შევხედოთ ვითარებას, აი თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი როგორი გვაქვს პირობითად აი ახლა დღეს საჰაერო სივრცის დატვირთვის მაჩვენებლები, მეტნაკლებად აი უახლეს მაჩვენებლები, რაც გვაქვს აი რამდენ ფრენას ემსახურებით პირობითად რომ ვთქვათ, შეიძლება დავამგვალოთ ციფრები და კი, დამგვალებად გაბევრება მიყვარს მე და აი პირობითად მაგალითად 2024 წელს ჩვენ საერთო ჯამში მოემსახურეთ დაახლოებით 300,000 ფრენას. 300,000 ფრენას. ეს არის ტრანზიტი და საქართველოს აეროპორტებში მოფრენა გაფრენები. ჩვენ ტრანზიტს კი დიდი დრო დაუთმეთ, მაგრამ ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა დააკვირდებოდა, რომ ძალიან ფრედება მოიმატა საქართველოს აეროპორტებში. და თითქმის ყოველ დღე ახალი მიმართულება ემატება. შესაბამისად უკვე პროცენტული გადანაწილება, როცა ადრე თუ ვიტყოდით, რომ უფრო რასაც ჩვენ ამსახურებთ, ტრანზიტული მეტი იყო გაცილებით, ვიდრე ადგილობრივ ჩვენთან მოფრენა გაფრენები, უკვე ეს იცვლება ნელ-ნელა და ძალიან დიდი ნაკადია საქართველოს აეროპორტებში. წელსაც იგივე დინამიკა გვაქვს, რაც შარშან ქონდა. წლის დასაწყისში ესეთი გათვლებით კიდევ 20%-იანი მატება უნდა ქონოდა წლის 2025 წელს. დინამიკაში ყველაფერი ისე მიდის. უბრალოდ აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მომხდარ პატარა კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი, რომელთაც კონკრეტული მიმართულებიდან ჩვენი საჰაერო სივრცით მოდიოდა რაღაც პატარა ნაკადი, ის ნაკადი ამ ეტაპისთვის გადასულია სხვა ადგილას. მაგრამ ეს უმნიშვნელო ნაწილია ზაფხულის შედეგად მატება ისედაც იქნება იმ საჰაერო მიმართულებებით, რომელიც მათ არ ეხებათ, შესაბამისად თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა, გულისხმობ იმ კონფლიქტს,
თუ დაგეგმილი ქონდა 20%-იანი მატება, სავარაუდოდ იქნება 10%-იანი მატება. კი ბატონო, და როგორ დეტალებს აქვს მნიშვნელობა, ხერასოდეს წარმოვიდგენთ პირობითად, რომ შესაძლებელია ინდოეთს და პაკისტანს შორის კონფლიქტის გამო საქართველოს პირობითად რაღაც მომენტში გამოკლებოდა ამ შემთხვევაში გარკვეული სატრანზიტო ნაწილი, ანუ რასაც საგარეო ბევრ შემთხვევაში გვესმის და ბევრ ფაქტორზე ხომ მაგალითად ძალიან ხშირად საუბრობთ ხომ ეკონომისტები ლარის კურსთან დაკავშირებულ საგარეო ფაქტორებზე, მაგრამ უცებ აღმოჩნდება რომ ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი შესაძლებელია სატრანზიტო ამ შემთხვევაში სატრანზიტო პოტენციალზე. ავიაცია ეკონომიკის ერთი უდიდესი ნაწილია და დრაივერია, შესაბამისად ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ეხლა იმ თქვენ დასაწყისში სწორედ თქვენს თანამშრომლებს მიულოცეთ, ასე ვთქვათ, იუბილეს. ახსენეთ 300,000 პირობითად, 300,000 ფრენაზე როცა ლაპარაკობთ, ხომ ეხლა ამას რომ 365 დღეზე გავყოთ, ნუ რაღაც კოლოსალურ ციფრებზე გვაქვს საუბარი, ნუ პირობით გაყოფას ვამბობ ხა ამ შემთხვევაში ცხადია, ხო? ანუ ჯამში აყოთ კოლოსალურ ციფრებზე გვაქვს საუბარი, აი როგორ ხდება ამისი მომსახურება? ხო თან მართლაც დასაწყისში ვიაღწიეთ რომ ეს არის 24 საათიანი სამუშაო გასაგები საღამოს 8 საათზე ვერ დაკეტავ. კი, დეტალებში ეხლა რო არ შევიდე და არ მოვაწყინო მაყურებელი, გეტყვით რომ ანუ სერიოზულად ანუ ავიაცია ზოგადად და საერთნაოსნო მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებადი სფეროა მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ყველას ესმის რომ ეს ერთის მხრივ ძალიან საპასუხისმგებლო და მეორე სერიოზულ კონცენტრაციას და სერიოზულ მიდგომებს საჭიროებს. აქედან გამომდინარე პირობითად ავიამეთვალყურე, რომელიც დატვირთულ ტრაფიკს მოდი ასე დავარქვათ, ზის, ხო, იმას რეგლამენტი აქვს გაწერილი, რომ მას 3 საათზე მეტი ერთ დაჯდომაზე არ შეუძლია რომ იმუშაოს, რომ არ გადაიტვირთოს და რაღაც პრობლემები არ შეიქმნას. ანუ ორგანიზებული ესე არის ცვლიანობა და ყველაფერი, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმები, ადამიანური ფაქტორი და გადაღლილობა მაქსიმალურად გამორიცხული იყოს და ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. ზაფხულის განმავლობაში პირობითად 2025 წელს იყო დღეები, როდესაც 24 საათის მანძილზე ვატარებდით 1000 საჰაერო ხომალდს. 1000 საჰაერო ხომალდს. ხო, ნუ რაც ძალიან ისეთი. რაც ნებისმიერი, მე ძალიან დიდ ქვეყნებზე არ ვლაპარაკობ. აი ჩვენი ზომის ტერიტორიულად, ჩვენზე ცოტა დიდი ქვეყნებისთვის, აი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ეხლა აქ ჩდება კითხვა რომ თქვენ დასაწყისში ახსენეთ ღონისძიება იკაოს ღონისძიების ნაწილი და თქვით ასევე ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციები. აი როგორია ვთქვათ ჩვენი შეფასება ხო ყველა სფეროში საერთაშორისო შეფასებები მნიშვნელოვანია. ჩვენი პარტნიორები როგორ უყურებენ ქვეყანას, რომელიც პირობითად 300,000 და მეტ ასე ვთქვათ მას ემსახურება, ასე ვთქვათ რეის პირობითად ტრანზიტი თუ ადგილობრივი. ჩვენ როგორც აღნიშნე, ევროკონტროლის წევრები ვართ 2014 წლიდან. ევროკონტროლი იმის გარდა რომ ფრენების უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი, ფრენების უსაფრთხო მართვის პასუხისმგებლობაზე არის მიმართული. ასევე არის network manager-ი, ანუ ევროპული საჰაერო სივრცის მართველი ნაკადებთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება ვიღაცას რა უნდა საჰაერო გეგმას, ფრენის გეგმას აგზავნის ევროკონტროლში. და ევროკონტროლი იმის მიხედვით იგივენაირად სხვა ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცის გამოყენებად უნდა ეს ფრენის გეგმები გროვდება და ევროკონტროლის სპეციალური განყოფილება უყურებს რომელ საჰაერო სივრცეს რამდენის გატარება შეუძლია. აქედან გამომდინარე ჩვენი გამტარუნარიანობა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გავაორმაგეთ ინფრასტრუქტურული და სხვა ტიპის პროექტების განხორციელებით, იმ ნაკადს ამის ამართებს ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გატარება. აქამდე, ანუ როგორც ვლაპარაკობთ, იმის პრობლემა რა ნაკადით ჩვენსკენ წამოსულა მისი გატარება აქამდე არ ყოფილა. იქ რა თქმა უნდა, ახლა იქ პატარა მექანიზმები არის, რომ ანუ ამ საათში არა და იმ საათში გაატარებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ისეთი დეტალია, რომ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოში და იმ network manager-ში ესე ქვია ATM induced delays, ანუ საერთნაოსნო მომსახურების გამო გამოწვეული delay არის
0 წუთი ამ ეტაპისთვის. როცა საქართველოში სხვა ქვეყნებში კიდევ ერთხელ ზომას და დატვირთულობას გააჩნია, როცა ის უფრო მეტი არის. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ტერმინი ახსენეთ ზოგადად და საინტერესო თემაა პოტენციალი გატარების, ასე რომ ვთქვათ, ხო? ესე იგი, ჩვენ პირობითად ახლა მიჩნეულია, რომ ამ რაოდენობის გატარება შეგვიძლია. ახსენეთ, მათ შორის ტექნიკური, რაღაც ლოჯისტიკური სამუშაოები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასე შემდეგ. ჩამურა თუ არის შეფასებული, რომ არსებობს 20%-იანი ზრდის დაშვებაახლავე აღნიშნეთ თქვენ. აი ზოგადად თუ არის შეფასებული, რომ აი რაღაც X მაჩვენებლამდე რომ გავაუმჯობესოთ, რა იქნებოდა საუკეთესო შედეგი, ასე ვთქვათ, აი თუ არის დაახლოებით ასე ტიპის გათვლა. კი ბატონო, ჩვენი მიზანიც ეგ არის. ისე როგორც ახლა სტრუქტურულად, ინფრასტრუქტურულად დღეს ვარ დალაგებული, პირობითად 75 საერხომალს ვატარებთ საათში. 75. 75-24-ზე რო გავამრავლოთ, ანუ ჯერ მანამდე კიდე მისაღწევი გვაქვს, იმიტომ რომ 1000 წინა წელს ვთქვი 8000 და ახლა კიდე ადგილი არის, რომ კიდე რაღაც მივიღოთ, მაგრამ იცით რა, მაგალითად 2017-2019 წელი იყო ბენჩმარკი, მოდი ევროპაზე ვთქვათ, ევროპული ავიაციის ყველაზე მეტი ფრენა მაშინ იყო და მაშინ ყველა დავფიქრდით, რომ უფრო მეტი ადგილი იყო მოსაძებნის საჰაერო სივრცეში, ვინაიდან ესე თუ განვითარდებოდა ფრენების რაოდენობა, ესე თუ გაიზრდებოდა, უფრო მეტი ფრენის ყოლებოდა ფრენისთვის მისახედი. ნუ შემდეგ ახლა 2019 წლის მერე პანდემია იყო და თითქმის 0-ზე დავიდა ყველაფერი, ნუ პანდემია, რა თქმა უნდა, სერიოზულად არა მარტო ჩვენ, ყველა სერიოზულად შეგვაფერხა კადრების აყვანის კუთხით, ნუ განვითარების კუთხით, მაგრამ ყველა მხო ვიცოდით, ეს როგორც აღნიშნეს ეკონომიკისავით არის ციკლურია რა. შეიძლება რაღაც ჩავარდნა იყოს, მაგრამ განვითარებას და ფრენების მატებას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება, სავარაუდოდ არის ესეთი მოსაზრება, რომ 2050 წლისთვის ფრენების რაოდენობა სოფლიოში უნდა გაორმაგდეს საერთოდ. ხო, ანუ აი ხა ვთქვათ ამ ფონზე ბუნებრივია ჩვენი გამოწვევა ცალსახაა. გაორმაგდეს, კი ბატონო, ხა ამ ეტაპიდან, ან დღევანდელი იმიდან გადასახედიდან ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება არჩეული. ერთი მიმართულება არის, რომ კადრების აყვანა და მათი მომზადება, ან კადრების ავიამეთვალყურების აყვანა და მომზადება ესე ერთ დღეში არ ხდება. ხალხი ასეთი საპასუხისმგებლო საქმიანობა ალბათ ძალიან ასევე ცოდნას კომპლექსურს მოითხოვს. კი, ანუ აი პირველი გასაუბრებიდან დაუშვათ მეთვალყურის პოზიციაზე რო აყვავს ადამიანი, პირველი გასაუბრებიდან ალბათ 3 წლის თავზე ხდება მისი დამოუკიდებლად დასდომა სამუშაო პულტთან და ფრენების საერღომალდებთან მუშაობა. აქედან გამომდინარე, ანუ ჩვენი როგორც აღნიშნე, ამ მიმართულებით სერიოზულად შეგვაფერხა პანდემიამ, მაგრამ როგორც კი პანდემია მოორჩა, ფრენები მოიმატა, უკვე მესამე წელია მეთვალყურები აყვავს, წელსაც გვიდევს ბიზნეს გეგმაში და წელსაც ეს გეგმა გვაქვს, რომ კიდე ავიყვანოთ. ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის კადრები და მეთვალყურეები და მეორე ჩვენი საჰაერო სივრცის დიზაინით გადაკეთება. არის უამრავი შესაძლებლობა, რაზეც ჩვენი ექსპერტები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ პირიქით, ანუ რაღაც გამოცდილებას აქეთ ჩვენ უზიარებთ, რაღაც გამოცდილებას ისეთი დატვირთული საჰაერო სივრცეები, მაგალითად, როგორც ცენტრალურ ევროპაშია, სადაც ეს თვითმფრინავები ძალიან ყველაზე დატვირთულ სივრცეც ცენტრალური ევროპა იყო. კი, ნუ აი თუ დააკვირდებით, ნახავთ სად და როგორ არის. შესაბამისად ეს გეგმა გვაქვს, რომ ეს ანუ გამტარუნარიანობა საქართველოს საჰაერო სივრცის გავზარდოთ. დღეს რა მოლოდინიც 2025 და 3 წლის ჭრილში გვაქვს ის გამტარუნარიანობა, რომელიც გვაქვს, ის სავსებით საკმარისია. იმის მერე რა გეგმაც გვაქვს, რა რაოდენობის ადამიანის აყვანაც გვინდა და ინფრასტრუქტურული პროექტებთან ერთად გავახორციელებთ საჰაერო სივრცის დიზაინის კიდე პატარა ჩასწორებას, მაგ პოტენციალსაც გავუზდით. კი ბატონო, აი ხა ერთი კითხვა რომელიც მებადება და თქვენ ახსენეთ რომ კომპლექსურად უნდა შევხედოთ მართლაც აი ბევრი საკითხი რომელიც კომპლექსურობას საჭიროებს. ერთია რომ თქვათ საქართველოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და საუკეთესო გააკეთოს, ასე ვთქვათ, მას რაც შეუძლია ინფრასტრუქტურულად იქნება თუ ასე ვთქვათ სხვა
კუთხით, მაგრამ მეორეა რომ თუ ასე ვთქვათ, გარშემო ქვეყნებმა ასევე სათანადოდ არ იმუშავეს, ცხადია, სხვა ნიშნავს რომ მხოლოდ საქართველოს მომსახურებს, ანუ რეგიონულ ჭრილში როგორ იქნება. აი ამ კუთხით როგორია ხოლმე ზოგადად აი თანამშრომლობა მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს არ ვიცი თუ შეიძლება ეს თქვა, ძირითად მარშრუტებზე ჩვენი პარტნიორები არიან. პარტნიორები ან ასე ვთქვათ, საერთო კვეთა გვაქვს, საერთო ინტერესი გვაქვს გადაადგილება მათ შორის ჩვენ სამეზობლო გარშემო. კი, სამეზობლოდან დავიწყებთ ამ მიმართულებით ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ სამეზობლოსთან, ის საჰაერო მარშრუტები, რომელიც ჩვენ ქვეყნებზე ეს მარშრუტები შეიძლება ერთ ქვეყანაში დაიწყოს და 7 ქვეყანა გადაკვეთოს, ან 10 ქვეყანა გადაკვეთოს და ანუ თანამშრომლობის ევროპაზიის მიმართულებით ეს ჭრა ისეთი მრავალქვეყნიანი. ურთიერთობა გვაქვს, ანუ ჩვენ მეზობლებთან ერთად გაერთიანებული ვართ რეგიონალურ ფორმატებში, ასევე იკაოს პარიზის ოფისის ფორმატში რამოდენიმე სამუშაო შეხვედრაში ერთად მუშაობთ, რომ კონკრეტულად ის, რაც გლობალური სანავიგაციო პროგრამით არის დადგენილი, ფრაგმენტულად არ მოხდეს ამის დანერგვა და ერთად მოხდეს, რომ ავიაკომპანიებისთვის ზოგადად რეგიონი მიმზიდველი იყოს, ну, ეხლა ალბათ შემჩნეული გექნება თურქეთი სერიოზულ საავიაციო ქვეყნად ჩამოყალიბდა როგორც თვითონ ჰაბის და ასევე ტრანზიტული ძალიან სერიოზულ რაოდენობას უმკლავდება, ანუ შესაბამისად ყველა ჩვენ მეზობელთან სამუშაო ურთიერთობა გვაქვს და ყველა ასპექტი განვითარების იქნება თუ ოპერატიულ დონეზე რაღაც საკითხების გადაწყვეტის პირდაპირ კავშირები გვაქვს და ამასთან დაკავშირებით ალბათ როგორც ბევრ ნაწილში, ანუ ცალკე აღებული ქვეყანა ვერ შეძლებს, ასე ვთქვათ, იმ საერთო მიზნის მიღწევას, ასე ვთქვათ, თუ გარშემო ქვეყნებაც, მაგალითად ტრანზიტის, სახმელეთო ტრანზიტის შემთხვევაში, რაც ასევე არის საინტერესო თემა, რადგან ტარიფები ახსენეთ თქვენ. სახმელეთოს შემთხვევაში არაერთხელ გვისაუბრია რკინიგზის ხელმძღვანელობასთან, ზოგადად სახმელეთო ტრანსპორტის მართვის ნაწილთან, მენეჯმენტთან ვქნათ, რომ ხშირად მიდის ხოლმე საუბრები სატარიფო სისტემის უნიფიკაციაზე, რომ მეტნაკლებად იგივე ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის ქვეყნებმა მეტნაკლებად საერთო ნაწილი შეთავაზონ. ავიაციის შემთხვევაში თუ ხდება ასე, რომ ეს ღირებულება, ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ აი კომპანიები ბევრი ფაქტორით იღებენ გადაწყვეტილებას, დრო, ტარიფები ასე შემდეგ. აი ამ თემაზე თუ მიდის ხოლმე საუბარი, რომ რაღაცა მარშრუტი მიმზიდველი გახდეს, არის ეს ტერმინი ავიაციაში ამ შემთხვევაში? თანხასთან მიმართებაში არ არის, იმიტომ რომ სხვანაირად არის დალაგებული ეს იკაოს პრინციპიც არის და როგორც აღნიშნეთ ჩვენ ევროკონტროლის წევრები ვართ და იკაოს და ევროკონტროლს შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ქოლგის როლს ასრულებენ გარკვეულწილად. ქოლგიზო სატარიფო ნაწილში კი არა, ისინი პრინციპს აყალიბებენ და ამ პრინციპით უნდა ვიხემწყვალოთ. ისინი გვეუბნებიან, ისინი რა, ანუ პრინციპი ესეა ჩამოყალიბებული, რომ ამ ფასმა რომ არ დაარტყას მაგალითად გრძავს, როგორც თქვენ ბილეთზე, იმიტომ რომ ავიაკომპანიამ ამას თავის ჯიბიდან არ გადაიხდის. შესაბამისად, პრინციპი არის, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ტარიფი იქნება იმდენი, რამდენიც ოპერირებისთვის არის საჭირო და არც მეტი, არც ნაკლები. ანუ ეს არ იქნება, არ უნდა იმუშაო მოგების ნაწილში. ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა შენთვის ოპერირებისთვის და რეინვესტირებისთვის ინფრასტრუქტურასა თუ განათლებაში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ამ ჭრილში რო შევხედოთ ახლა აი პირობითად 100,000 ფრენის მომსახურება თავისთავად საქართველოში უფრო ნაკლები დაждდება ვიდრე ავიღოთ გერმანიაში. შესაბამისად ტარიფით შესაბამისია საქართველოში თუ არის ერთი რაოდენობა, გერმანიაში არის 10-ჯერ მეტი. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა გითხოთ ხა ჩვენ კადრების ნაწილი ვახსენეთ, ასე ვთქვათ, და კიდევ ერთხელ განვითარების გეგმასთან ერთად ინფრასტრუქტურას, სხვა კუთხით ინფრასტრუქტურას გასაგებია რომ სხვა ტიპის ინვესტიცია ჭირდება, მაგრამ კადრი ცოტა უფრო ესეთი რთული საკითხია, მით უმეტეს ახსენეთ, რომ 3 წელი მინიმუმ რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს მართვის პულზე დაждობა. ამ კუთხით აი ზოგადად იგივე
საზოგადოებაში ახალგაზრდებში აი ცნობიერების კუთხით თუ მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოუნდეს ბევრს წარმოუდგენია, რომ პილოტი გამოვიდეს, მაგრამ აი არ ვიცი, რამდენს წარმოუდგენია, რომ პულტთან იჯდეს და მართოს, ასე ვთქვათ, ეს პროცესი. ამ კუთხით თუ მუშაობთ თქვენ, რომ მიზიდულობა უფრო მაღალი იყოს, ასე ვთქვათ, კადრების. კი, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ხოლმე ვაკანსიებს და აკვავს ხალხი, ანუ მექანიზმი ესე მუშაობს. ერთდროულად ძალიან ბევრ ადამიანს ვერ ავიყვანთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები თვითონ სამუშაო იმის მერე რაც საწყის მომზადებას გავლიან, სამუშაო პულტზე უნდა დასტაჟირდნენ და ანუ სამუშაო პულტების კონკრეტული რაოდენობა და თან ამდენი ესეთ საპასუხისმგებლო საქმეზე ამდენი სტაჟორი ერთად არც არის რეკომენდირებული. ამიტომ ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ რაოდენობას, ბოლო წლებია 15 ადამიანი აქვს ერთჯერზე, მაგრამ ეს 15 ადამიანი მარტო ტრანზიტზე მიმართული არ არის, ეს არის ქუთაისის კოშკურისთვის, ბათუმის კოშკურისთვის, თბილისის კოშკურისთვის და მისადგომისთვის. ეს ადამიანები ჩვენ აყვავს, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას, ველოდებით რა ტიპის გამოხმაურება, ანუ რა თქმა უნდა ამასთან ერთად ჩვენ გეგმიურად შევდივართ საავიაციო ინსტიტუტში, მედიით ვავრცელებთ ამ ინფორმაციას. საავიაციო ინსტიტუტი ერთ-ერთი წყაროა, ასე ვთქვათ. საავიაციო ინსტიტუტი კი ახლა ავიაციაზე შეყვარებული ადამიანების, ну რა თქმა უნდა საავიაციო ინსტიტუტში ყველას თავის პროფილი აქვს რა მიმართულებითაც სწავლობს, მაგრამ ესეც სერიოზულად საინტერესო პროფესიაა და ვინც იცის და მათ კიდე იციან ვინაიდან საავიაციაში სწავლობენ, სერიოზული დაინტერესება არის ხოლმე იქიდან. შესაბამისად რეგიონებშიც იგივენაირად ბათუმში უნივერსიტეტებში, ქუთაისში ყველგან ვცდილობთ, კამპანია გვაქვს, რომ ადამიანები მოვიზიდოთ ისეთი ადამიანები, რომელიც არა მარტო საერთო მომსახურებაში ჩაერთვებიან, არამედ მერე გადაიბარებენ და ამ კომპანიის განვითარებაზე იზრუნებენ ახალ ეტაპზე გადაიბარებენ. კი ბატონო ზურო, ბოლოსკენ შეჯამებისკენ რომ თქვათ, კი ნაცნობ რომელზე ვისაუბრეთ, მაინც რას ველით 25-ში ასე ვთქვათ, ყველაზე ოპტიმისტური ვერსიით, ისევე როგორც ზოგადად კადრების თუ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. კი 25-ში იმით დავიწყებ, რომ რაც რა ფრენებიც იქნება, იმას მივხედავთ, მაგას არ მოველით, რომ რამე პრობლემები შეგვექნება, როგორც გითხარით, გამტარუნარიანობა იმ დონეზე გვაქვს ეხლა და კიდევ მომავალი 3 წელი თუ მეტი არა, რომ ყველა გამოწვევას მივხედავთ იმ რესურსით, რაც ეხლა გაგვაჩნია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ну ინფრასტრუქტურის განვითარებას ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ საქართველოს აეროსისტემის მიმზიდველი დარჩეს. იყოს კი არა არის უკვე, მაგრამ აი მიმზიდველი რო დარჩეს, შენარჩუნება ჭირდება. მაგალითისთვის ახლა 2025 წელს უკვე დამთავრების სტადიაში 25 წელს უნდა გავხსნათ დამატებითი რადიოლოკატორი, ანუ ეს ეგრეთ წოდებული რადარი, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილში რადიოლოკაციური სურათის განვითარებაში, უფრო დახვეწაში და რეზერვირებაში დაგვეხმარება. ეს პროექტი 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და საკმაოდ მალე და საკმაოდ შედეგიანად სრულდება. ამავდროულად იცით, რომ არის გეგმა კი არა, უკვე მიმდინარეობს ქუთაისში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობისა. ამ სამუშაოებს თვითონ გაერთიანებული აეროპორტები ახორციელებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ნაწილი არის მიწისზე და სანავიგაციო სისტემების დაყენება. ეს ჩვენ გვეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ასევე შუქ ტექნიკით აღჭურვა ჩვენ გვეხება. მუშაობთ მაგ პროექტზე, რომ ისიც ბოლომდე იყოს მიყვანილი. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილში და სტანდარტებთან მიმართებაში, გითხარით მუშაობთ გამტარუნარიანობის გაზდაზე, კონცეპტუალურად მის ჩამოყალიბებაზე, რა თქმა უნდა, მომავლისთვის დავიდგინოთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და შემდეგ მისი იმპლემენტაცია მოვახდინოთ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ულოცავ თქვენ თანამშრომლებს იუბილეს თქვენს, რა თქმა უნდა. პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად როცა ჩვენ ვსაუბრობთ განვითარების ნაწილზე, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია თქვენი სფეროს გარეშე განვითარება, თან ვხედავთ ძალიან დინამიურ ცვლილებებს და
თქვენს ახსენეთ. იგივე არამხოლოდ სატრანზიტო მომსახურების ნაწილში ახსენეთ, რომ გაიზარდა პროცენტული წილი ადგილობრივად შესრულებული რეისებიდან გამომდინარე, იმ ავიაკომპანიებიდან გამომდინარე, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ, მათ შორის ბრიტიშით დავიწყეთ და ამ ნაწილით არ ვასრულებთ, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვართ, რომ არაერთი საინტერესო კომპანია გველის წინ, იმიტომ რომ მართლაც ეკონომიკის სადამდგრად განვითარების სამინისტრო გამორჩეულად აქტიურად მუშაობს მათ შორის ამ მიმართულებით. დიდი მადლობა. ბატონ ზურაბ, კიდევ ერთხელ ბიზნეს ინსაიდერი დღეს დასრულებულია. ჩვენ ტრადიციულად დავუბრუნდებით 4 შაბათს, შემდგომ 4 შაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ.